2025 წლის ივნისი ირანი ბირთვული ობიექტი აფეთქება. სოფლიო მედია ერთ კითხვას სვამს, რატომ სწორედ იქ, იმ ქალაქში. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ქალაქი ქართველმა კაცმა დააარსა. კაცმა, რომელიც თბილისიდან წავიდა და ირანის არმიის მთავარსარდალი გახდა. მის მიერ აშენებული ქალაქი დღეს ბირთვული დაპირისპირების ცენტრშია. ვინ იყო ის ქართველი? როგორ გახდა ირანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა და როგორ დაუკავშირდა მისი ქალაქი თანამედროვე ომს. მაშასე ამ ვიდეოში ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ და ერთად გავარკვევთ, როგორ მიიღო ქართველმა ირანის მთავარსარდალის ტიტული. ვიდეოს დაწყებამდე კი მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი. დავიწყოთ. ...2025 წლის 22 ივნისს სპეცოპერაციის ფარგლებში შეერთებული შტატების საჰაერო და საზღვაო ძალებმა ირანის სამ ბირთვულ ობიექტს შეუტიეს: ფორდოუს, ნატანზსა და ისპაჰანს. 7 B2 ბომბდამშენი მისურის შტატში უაითმენის საჰაერო ძალების ბაზიდან აფრინდა და 18 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მინიმალური კომუნიკაციითა და სამჯერ ჰაერში საწვავის შევსებით მიფრინავდა. ირანის საჰაერო სივრცეში B2-ებს წინ მიუძღოდა მეოთხე და მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლები, რათა მიწაჰაერი ტიპის თავდაცვა განეხორციელებინათ. B2 ბომბდამშენები მისიის განმავლობაში დაახლოებით 37 საათის განმავლობაში უწყვეტად დაფრინავდნენ. აფრენა, დარტყმები, უკან დაბრუნება, ჰაერში რამდენჯერმე საწვავით შევსება. ირანის საპასუხო ქმედებები არ დაფიქსირებულა, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების ცნობით მისიის დროს ირანელების მხრიდან წინააღმდეგობა თითქმის არ ყოფილა, რაც რამდენიმე დღით ადრე ირანის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ ისრაელის თავდასხმებს მიეწერება. ისრაელის თვითმფრინავებმა ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მე-7 დღეს განხორციელებული საჰაერო დარტყმების ტალღის დროს ცენტრალურ ირანში მშენებარე ბირთვული რეაქტორი დაბომბეს. მანამდე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ დაიბომბა მძიმე წყლის რეაქტორი ირანში. ეს რეაქტორი ბირთვული იარაღის შემუშავებისთვის გამოიყენებოდა და ეს ინფორმაცია საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომას დაადასტურა. მძიმე წყლის რეაქტორებში გამოყენებული საწვავი შეიცავს პლუტონიუმს, რომელიც გამოსადეგია ბირთვული ბომბის დასამზადებლად. ეს მძიმე წყლის რეაქტორი კი მდებარეობს ქალაქ არაკში, ანუ ქართულად რომ ვთქვათ არაყში. და ჩვენი ვიდეოს მთავარი თემაც სწორედ ეს არის. ეს ქალაქი, ანუ არაყი, წარმოშობით ქართველმა სამხედრომ დააარსა. ეხასეა ქალაქი არაკი, ანუ არაყი, ანუ ერაყი, წარმოშობით ქართველმა იუსუფ გურჯიმ ააშენა. იუსუფ გურჯი თბილისში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა, ქართველი მიქელაძეების დიდგვაროვან ოჯახში. იუსუფი, რომლის ქართული სახელიც უცნობია, საქართველოშივე ცხოვრობდა მანამ სანამ კავკასიაში რუსული ძალები შემოვიდოდნენ. მერე იუსუფს თავის ბიძაშვილებთან ტერიტორიული დავა წარმოეშვა და რუსეთის იმპერატრიცამ ეკატერინემ იმ ბიძაშვილების მხარე დაიჭირა. იუსუფი იძულებული გახდა ირანში თავშესაფარი აღა მაჰმად-ხანისთვის ეთხოვა. იუსუფ მიქელაძე ყაჯარების არმიის რიგებში მალევე დაწინაურდა და სპარსეთის ყაჯარმა მეთაურმა იუსუფ გურჯის იუსუფ ხანე სეფაჰდარი, ანუ არმიის მთავარსარდალი უწოდა. ირანის მომდევნო შაჰის, ანუ ფათ ალი შაჰის მეფობის დროსაც იუსუფს ნიშნულოვანი გავლენა ჰქონდა როგორც სამხედრო, ასევე ადმინისტრაციულ საქმეებში. იუსუფ ხან გურჯიმ თავისი არმია ნაყოფი էր, თუმცა ცუდად კონტროლირება ტერიტორიაზე განალაგა. აი სწორედ ის ტერიტორია გახდა მოგვიანებით თანამედროვე არაყი. იუსუფი ირანულ არმიას ჩაუდგა სათავეში და იმ რეგიონში ყაჯარების მიმართ მტრულად განწყობილი ტომები დაიმორჩილა. არაყი რეგიონისთვის შუა საუკუნეებში უწოდებიათ. ის არაბული სიტყვიდან ალ-ერაყი მომდინარეობს, რაც ფესს ნიშნავს. თავად კი შესაძლოა აქადური ურუქიდან ერეხი იღებდა სათავეს, თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სიტყვა არაყს იგივე ფესვები აქვს, რაც სიტყვებს ირანი და არანი, ხოლო სახელწოდება ერაყი არაბიზებული სპარსული სიტყვაა. სელჩუკთა ეპოქაში მიდიისა და მესოპოტამიის ქვედა ნაწილის მთელი ტერიტორიის რეგიონს ერაყი ერქვა. სწორედ იქ დააარსა იუსუფმა ახალი ქალაქი, თუმცა იუსუფს იმ ქალაქისთვის თავდაპირველად სულაც არ უწოდებია არაყი. მან ახალ ციხესიმაგრეს სოლტანაბადი დაარქვა. სოლთანი, ანუ სულთანი არაბული სიტყვაა და ძალაუფლებას, ავტორიტეტს ნიშნავს, ხოლო თანამედროვე სპარსული სიტყვა აბადი ნიშნავს დასახლებას. ისტორიკოსების აზრით იუსუფ ხანმა არაყი საკუთარი პირადი შემოსავლებით ააშენა და 200,000 თუმანი დაუჯდა. ეს იყო ბალადეჰი, ანუ საომარი ციხესიმაგრე, რომელიც თანამედროვე არაკის საფუძვლად იქცა. სწორედ იმ რეგიონში იუსუფ ხანმა ორგანიზებული სამხედრო ძალა შექმნა. მოგვიანებით ფათ ალი შაჰმა იგი თავისი ვაჟის ისპაჰანის გამგებლის სეიფ ოლ-დოულეს
პირად ვეზირად დანიშნა ამ თანამდებობაზე, ის წლების შემდეგ თბილისელი ქრისტიანი სომეხი მღვდლის ვაჟმა შეცვალა, რომლის თავდაპირველი სახელი ყოფილა ანდრეს ღაიტ-მაზიანცი. მას ხოსრო ხან გურჯი ეწოდებოდა, თუმცა როგორც გითხარით, ის ქართველი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სპარსულად გვარი გორჯი ჩვეულებრივად ეთნიკური ქართული წარმოშობის ან წარმომავლობის პირს აღნიშნავს, ხოსრო ხანის შემთხვევაში ის ასე არ იყო. ადრეულ ასაკში ანდრემ მონაწილეობა მიიღო რუსი გენერლის პავლე ციციანოვის მიერ მოწყობილ ირანის წინააღმდეგ ექსპედიციაში. 1804 წელს ერევნის მახლობლად ანდრე ირანის არმიამ შეიპყრო და კასტრაცია ჩაუტარა. მას შემდეგ ის ირანს ემსახურებოდა. კარგი, დაუბრუნდეთ იუსუფ ხანს. ზოგადად, ირანში ქართველები პირველად შაჰ თამაზის მიერ კავკასიაში შეჭრის შემდეგ გამოჩნდნენ. მას მერე რაც ირანში დაახლოებით 30,000 ქართველი და სხვა კავკასიელი გადაასახლეს. თუმცა ირანში პირველი ქართული დასახლებული თემები 1610-იან წლებში გამოჩნდა, როცა შაჰ აბას პირველმა აღმოსავლეთ საქართველოს პროვინციებიდან, კახეთიდან და ქართლიდან ირანში თითქმის 300,000 ადამიანი გადაასახლა. თანამედროვე ირანელი ქართველების უმეტესობა სწორედ იმ გადასახლებულთა შთამომავლები არიან, თუმცა ზოგიერთი ქართველი ირანელი შესაძლოა თამაზის მეფობის დროს გადასახლებულთა შთამომავლებად მივიჩნიოთ. აბასის შემდეგ მე-17 საუკუნიდან მე-19 საუკუნამდე ყაჯარების დინასტიამ შემდგომი მასშტაბური გადასახლებები დაიწყო. სეფიანთა ეპოქაში საქართველოს პოლიტიკურად და კულტურულად იმდენად დაუკავშირდა ირანს, რომ ქართველებმა სეფიანთა ჩინოვნიკებს შორის ყიზილბაშების ჩანაცვლება დაიწყეს. რუსების მიერ კავკასიის დაპყრობის შემდეგ მე-19 საუკუნეში ზოგიერთი ქართველი საცხოვრებლად ირანში მუჰაჯირად გადავიდა. აი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო არაყის ანუ ერაყის დამაარსებელი ქართველი მიქელაძე იუსუფ ხან გურჯი. როგორც უკვე ვახსენეთ, ზოგადად იმ ტერიტორიას ოდითგანვე ერქვა ერაყი, თუმცა იმის გამო რომ ეს ერაყი არაბული ერაყისგან განესხვავებინათ, იქაურობას ერაყ-აჯამი უწოდეს. ერაყი არაკის არაბული სახელია. ქალაქს ჯერ სულთანაბადის ციხე, შემდეგ კი სულთანაბადის ერაყი, ხოლო შემდეგ არაკი ანუ არაყი ეწოდა. ახალ ქალაქში აშენდა წყალსადენი, აბანოები, წყალსაცავები, მეჩეთები, სკოლები, ბაზრები და სამთავრობო ციტადელი. ეკონომიკის აყვავებასთან და ეროვნული რკინიგზის ქალაქში გავლასთან ერთად არაკის მოსახლეობა გაიზარდა. ამჟამად არაკი ირანის უდიდესი სამრეწველო ქალაქია, რომელიც სამრეწველო პროდუქციის მრავალფეროვნებით ირანში პირველ ადგილზეა. ეს ქალაქი ცნობილია როგორც ირანის სამრეწველო დედაქალაქი. ქვეყნის ენერგეტიკული აღჭურვილობის 80% არაკში იწარმოება. იქ არის ქვეყანაში უდიდესი ალუმინის მწარმოებელი და უდიდესი მანქანათმშენებლობის ქარხანა. იქ არის ახლო აღმოსავლეთში ვაგონების და ლოკომოტივების, კომბაინების, ციმეტექნიკის, ამწეების ყველაზე დიდი ქარხნები. იქვეა უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სხვა ინდუსტრიული ქარხნები. ამიტომაც არაკი ირანის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. 1980-იანი წლების შუა პერიოდში ირანის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ბუნებრივი ურანის, ანუ საწვავის წარმოებისთვის გამდიდრების საჭიროების არ მქონე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. თავდაპირველად რეაქტორის მშენებლობა ისპაჰანში გეგმებოდა. თუმცა რეაქტორი ირანელებმა ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის გამო ვერ ააშენეს. 2002 წელს გადაწყდა, რომ ახალი რეაქტორი არაკის მახლობლად ამჟამინდელ ადგილას აეშენებინათ. 2015 წლის ივლისში ირანი დათანხმდა რეაქტორის ხელახლა დაპროექტებას, რათა მინიმუმამდე დაიყვანათ პლუტონიუმის წარმოება. ირანი ასევე დათანხმდა რეაქტორის ბირთვის ამოღებას და ბეტონის შევსებას, რათა რეაქტორი გამოსადეგარი გამხდარიყო. 2016 წლის იანვარში ირანმა განაცხადა, რომ რეაქტორის ბირთვი ამოიღეს, ხოლო დარჩენილი ადგილი რეაქტორში ბეტონით შევსებოდა, თუმცა 2019 წლის იანვარში ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალიმ განაცხადა, რომ ირანმა ბირთვის შესასვლელად სათადარიგო ნაწილები შეიძინა და ირანული რეაქტორის ორმოში ბეტონის ჩასხმის ფოტოები გაყალბებული იყო. 2017 წელს რეაქტორს სახელი შეეცვალა და ხონდაბის მძიმე წყლის კვლევითი რეაქტორი დაერქვა. 2025 წლის ივნისში კი, როგორც უკვე ვისაუბრეთ, ირან-ისრაელის ომის დროს ისრაელის პირდაპირ დარტყმის შედეგად რეაქტორის შენობა დაზიანდა, არადა იუსუფ ხანს ირანული ქალაქი სულ სხვანაირად ჰქონდა ჩაფიქრებული. მან სადაა აეშენებინა მოწესრიგებული და სუფთა ქალაქი, სადაც ყველა ქუჩა თანაბარი ინტერვალებით გადაიკვეთებოდა და თითეული მათგანი ერთი და იგივე სიგანის იქნებოდა. ქალაქის შუაგულში კი განთავსებული იყო ბაზრობა. გადმოცემის თანახმად, ქალაქის აშენებამდე მის ადგილას 8 ან 10 ციხე იყო. ციხესიმაგრეების მაცხოვრებლები მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს. იუსუფ ხანმა იმ ბრძოლების შესახებ ფათალი შაჰს მიწერა. შაჰმას ბრძანა, რომ ქართველს ციხეები დაენგრია და ახალი ქალაქი აეშენებინა. იმ დროს იმ ტერიტორიაზე ორი ძლიერი ტომი ცხოვრობდა. ფარჰანის ხანები, რომლებიც დღევანდელ ფარჰანის რაიონში ცხოვრობდნენ და ყაზაზის ხანები, რომლებიც დღევანდელ
ზალიანის რაიონში ცხოვრობდნენ. ახალი ქალაქის აშენების გადაწყვეტილების შეტყობის შემდეგ ორივე ტომმა სცადა ცენტრალური მთავრობის დარწმუნება, რომ ქალაქი მათ საცხოვრებელ ზონაში აეშენებინათ, მაგრამ ეს ვერც ერთმა შეძლო. საბოლოოდ ქართველმა სამხედრო მეთაურმა ქალაქის აშენება ამჟამინდელ ადგილას გადაწყვიტა, იქ სადაც ფარაჰანის ტერიტორია მთავრდებოდა და ყაზაზის ტერიტორია იწყებოდა. ამით ჭკვიანმა ქართველმა მმართველმა დავები და კონფლიქტები თავიდან აირიდა და ასე იუსუფ ხანე გორჯიმ ფარაჰანის ვაკეზე უდიდესი ქალაქი დააარსა. ამ განვითარებამ ირანის ეს ტერიტორია სწრაფად გარდაქმნა ეკონომიკურ ცენტრად, სადაც აწლილობის განმავლობაში ხელისუფლების საქსოვი 50-ზე მეტი სახელოსნო გაიხსნა. ამან არაკი ცენტრალურ ირანში სავაჭრო გზაჯვარედი დინად აქცია. მის მიერ 1000 ჰექტარზე აშენებული ქალაქის ისტორიული ბაზარი კი დღემდე ირანის მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად რჩება. ასეთი იყო იუსუფ ხანე გორჯის ისტორია. ქართველისა, რომელმაც ყაჯარების კარის პოლიტიკაში უდიდესი როლი ითამაშა. მისმა მცდელობებმა გაეძლიერებინა ძალაუფლება მღელვარე რეგიონებში ტომობრივი კონფლიქტებისა და დინასტიური ცვლილებების ფონზე ხელი შეუწყო ირანის ცენტრალური პროვინციების სტაბილურობას, რაც თავის მხრივ ყაჯარების მიერ ქართული ელიტის მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნის მიზეზი ხდებოდა. ზოგადად, ამ თემაზე ქართველები ირანში მოსაყოლი კიდევ ბევრია. დღეს ქალაქ ერაყში ანუ არაყში 9 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში, რომელიც ქართველმა დიდგვაროვანმა მიქელაძემ დააარსა. ასე გადაიქცა პატარა სამხედრო ციხესიმაგრე ირანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქად. ასე დატოვა ქართველმა იუსუფ ხანმა დიდი კვალი უცხო ქვეყნის ისტორიაში. მისი აშენებული ქალაქი დღეს მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრშია. მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას ერთი ადამიანი, რომელმაც შორეულ მიწაზე საკუთარი წესრიგი, სამხედრო წესრიგი შექმნა. თუ მოგეწონა ეს ისტორია, თუ გინდა მეტი მსგავსი დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებული ვიდეო, დააჭირე მოწონებას, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკ. აქ ამ YouTube არხზე ერთად ვამოწმებთ ისტორიულ ინფორმაციებს და ვყვებით რეალურ ისტორიებს მითების გარეშე. დიდი მადლობა.